ვაშინგტონი ირანის ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავს. შეერთებული შტატები უკვე ზედიზედ მე-9 ღამეა ირანის ბომბას განაგრძობს. მას შემდეგ, რაც იორდანიის ბაზაზე ირანული საჰაერო იერიშისას ჰავაელი და ტეხასელი სამხედროები დაიღუპნენ. ამერიკულ მუშათა კლასს უბრალო მშრომელებს თითი დღე უჭირთ ელემენტარული ჯანდაცვის, საკვებისა და ბინის ხირის გადახდა. ითხოვთ 1.5 ტრილიონს ულიმიტო ფულს ბომბებისთვის, მაშინ როდესაც ამერიკელ ხალხს ჯანდაცვის, საკვებისა და ბინის ხირის სახსრები არ ყოფნის. ალბათ გახსოვთ ირანის ქალაქ მინამში დაწყებითი სკოლის დაბომბვა, სადაც 160-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და რომელზეც წინა ეპიზოდებში ვსაუბრობდით. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს ნამდვილად ამერიკამ ჩაიდინა. მტკიცებულებები უტყუარია. თეირანი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოვსა და პრეზიდენტი სიძეს, ჯარედ კუშნერს ღია კორუფციაში ადანაშაულებდა. აშშ-ის მოლაპარაკებები ირანთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას არასდროს ისახავდა მიზნად. ეს პროცესი ყოველთვის ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების მიერ ომით ხეირის ნახვას ემსახურებოდა. ტრამპი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იემენელ ჰუსიტებს ადვილად გატეხდა, ახლა უძლურია. ჩვენ წითელი ზღვის სანაპიროზე ვართ, სადაც ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტის ახალი ფრონტის ხაზი იკვეთება, რასაც შესაძლოა უზარმაზარი გავლენა ჰქონდეს გლობალურ ეკონომიკაზე. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. იმისთვის, რომ ჩვენი ხმა მომავალში ცისმოდეს, აუცილებელია თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბუმს კომენტარებში ნახავთ. ახლო აღმოსავლეთში ომის მორიგი ესკალაცია უკვე მე-13 დღეა გრძელდება. ვაშინგტონი ირანის ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მანქანა კვლავ დემოკრატიისა და უსაფრთხოების რიტორიკას ეფარება, თუმცა რეალობაში ამერიკული რაკეტები ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, წყლის გამამტკნარებელ ქარხნებს, ხიდებსა და სამგზავრო ტერმინალებს ანადგურებს. ამერიკული მედია ირანის წინააღმდეგ ომის ამ ტალღას უბრალო საპასუხო დარტყმებას წარმოაჩენს, თუმცა თუკი თებერვალში კონფლიქტის დაწყებისას ვაშინგტონს ბუნდოვანი მიზნები ჰქონდა, რეჟიმის შეცვლა თუ ბირთვული პროგრამის განადგურება, დღეს ომის მთავარი ფრონტი ჰორმუზის სრუტის კონტროლზე გადის. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ აშშ იმედგაცრუებულია იმით, რომ ირანი მაინც ინარჩუნებს სტრატეგიულ უპირატესობას ამ ენერგეტიკულ დერეფანზე. სწორედ ამიტომ პენტაგონი გადავიდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებაზე, რათა ირანელებს ელემენტარული ცხოვრების პირობები მოუსწროს. ეს პროცესი აშკარავებს ამერიკული იმპერიალიზმის ფუნდამენტურ წინააღმდეგობას. ვაშინგტონს აქვს კოლოსალური სამხედრო რესურსი, მაგრამ არ გააჩნია პოლიტიკური უნარი, თავს მოახვიოს საკუთარი პირობები რეგიონს. პენტაგონის მცდელობა მაქსიმალური ტკივილის მიყენებით გატეხოს ირანი არ მუშაობს. თეირანი არ დანებებულა. მან საპასუხო დარტყმები მიაყენა ამერიკულ ბაზებს იორდანიაში, ერაყში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. შეერთებული შტატები უკვე ზედიზედ მე-9 ღამეა ირანის ბომბას განაგრძობს. მას შემდეგ, რაც იორდანიის ბაზაზე ირანული საჰაერო იერიშისას ჰავაელი და ტეხასელი სამხედროები დაიღუპნენ. მესამე ჯარისკაცი ჩრდილოეთ ერაყში, ჩამოგდებული ირანული დრონის გაუნებელყოფისას დაიღუპა. ამერიკელებს თითქოს ავიწყდებათ თუ რამხელა სამხედრო მანქანა ააგო შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში. განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის გარშემო 1980-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. ეს ნახევარსაუკუნოვანი პროექტია, რომელსაც თან სდევდა ომები ერაყთან, უწყვეტი ალყა და სანქციების რეჟიმი ირანის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის მიზანი კი რეგიონში უზარმაზარი სამხედრო დასაყრდენის შექმნა იყო, რათა ამერიკული ჰეგემონია და პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები დაეცვათ. უპირველესად ენერგორესურსები, ასევე ისრაელის უსაფრთხოება, ამერიკულ-ისრაელური ალიანსი და ვაშინგტონის კავშირები ადგილობრივ ავტორიტარულ რეჟიმებთან. ეს სამხედრო ყოფა 10 წლეულობის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ შენდებოდა და ის ფაქტობრივად მუდმივ რეჟიმად იქცა, რასაც ამერიკელი საზოგადოება სავარაუდოდ სათანადოდ ვერ აფასებს ამ მთელი სისტემისა და ბაზების უდიდესი მოწყვლადობაა. ცალკე საკითხია, საერთოდ საჭიროა თუ არა ეს ყველაფერი. მე მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო. ფიქრობ, ამერიკელებმა ბოლო არჩევნებზე ხმა სწორედ იმას მისცეს, რომ ახლო აღმოსავლეთსა თუ სხვაგან აშშ-ს უსასრულო ომებით დაიღალნენ. თუმცა რეალობა ისაა, რომ ამერიკულ არმიას რეგიონში კვლავ უზარმაზარი ფიზიკური რესურსი აქვს დაბანდებული. ასე რომ სრულიად გასაკვირი არ არის, რომ ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცები ცეცხლის ქვეშ ექცევიან და ამის ფასი ხდიან. ირანი იმუქრება, რომ აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში სრუტეში ნავთობის არც ერთ წვეთს არ გაატარებს, ხოლო
დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ფონზე პენტაგონი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეთი უბრალოდ ცდილობენ დაფარონ ამერიკის შეერთებული შტატების რეალური ზარალისა და მსხვერპლის მასშტაბით. იმ დროს, როდესაც პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეთი ამერიკის კონგრესში მიდის და ირანის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად დამატებით მილიარდებს ითხოვს, თვითონ ამერიკის შიგნით სოციალური კრიზისი პიკს აღწევს. ამერიკულ მუშათა კლასს უბრალო მშრომელებს თითი დღე უჭირთ ელემენტარული ჯანდაცვის, საკვებისა და ბინის ხირის გადახდა. საწვავზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. თუმცა ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტისთვის საკუთარი მოქალაქეების სოციალური გარანტიები მეორეხარისხოვანია. მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი და რესურსები სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის გასადიდებლად მიიმართება. თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით 1.5 ტრილიონ დოლარს ითხოვთ ომისთვის, რომელზეც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე მოიგო. ითხოვთ 1.5 ტრილიონს ულიმიტო ფულს ბომბებისთვის, მაშინ როდესაც ამერიკელ ხალხს ჯანდაცვის, საკვებისა და ბინის ხირის სახსრები არ ყოფნის. ულიმიტო მილიარდებს ითხოვთ ბომბებისთვის იმ დროს, როცა ხალხი ოჯახებს ვერ კვებავს. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ამ გადაწყვეტილებების გამართლებას ამერიკელი ხალხის წინაშე ეს ადმინისტრაცია როგორ აპირებს. არა, ულიმიტო ბომბებს სენატორო. მე ვითხოვ სწორ ბომბებს, სწორ დროს. რათა მომავალშიც შევძლოთ ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავება. აი ასე ვუყურებ ამას. ეს არის თაობათა შორისი ინვესტიცია. სწორედ წინა ადმინისტრაცია იყო, რომელმაც ეს დეპარტამენტი უფულოდ დატოვა. მათი საერთოდ არ დააფინანსეს. ხალხი თქვენზე და ამ ადმინისტრაციაზე იმიტომ არის ასე გაბრაზებული, რომ თქვენი სიტყვები ერთმანეთს არ ემთხვევა. კონკრეტულად ირანზე აცხადებდით, რომ პირწმინდად გაანადგურეთ ირანის უნარი შექმნას ბირთვული იარაღი. პრეზიდენტიც იმავეს იმეორებდა. თუმცა სულ რაღაც 8 თვის შემდეგ 2026 წლის თებერვალში პრეზიდენტმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო იმ საბაბით, რომ ირანი ბირთვულ იარაღს 2 კვირაში შექმნიდა. ხო და განადგურებული იყო თუ არ იყო? რა არის რეალური ვითარება? ბირთვული ობიექტები ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს პირწმიდად განადგურდა, თუმცა ირანელებმა უგუნროდ განაგრძეს ბირთვული ამბიციების დევნა. სწორედ ამიტომ გავანადგურეთ მათი სამხედრო ინდუსტრიული ბაზა და სხვა შესაძლებლობები, რომ ბირთვულ იარაღამდე ვერასდროს მიაღწიონ. ჩვენ ლაზერული სიზუსტით ვართ ფოკუსირებული მიზანზე, თქვენ კი აქ წინასაარჩევნო კლიპების გადაღებას ცდილობთ. არაფერსაც არ ვცდილობთ. მოусმინეთ ამას. თქვენ ასევე ამბობდით, რომ ირანის სარაკეტო პროგრამა გაანადგურეთ და საბრძოლოდ უვარგისი გახადეთ, რომ ბალისტიკური რაკეტების წარმოების მთელი სიმძლავრე, თითოეული კომპანია, რომელიც ამ რაკეტების ნაწილებს აწყობს, ფუნქციონალურად დამარცხებული და განადგურებულია, ხოლო არსებული მარაგები თითქმის სრულად ამოწურული და ეფექტდაკარგული. მაშინ რატომღა დარჩათ რაკეტები იორდანიას დასარტყმელად, რასაც ჩვენი მამაცი ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა? როგორც თავიდანვე ვთქვით, ირანის სამხედრო ინდუსტრიული ბაზა ფაქტობრივად აღარ არსებობს. თუმცა მათ აქვთ მიწისქვეშა ობიექტები. ისინი ტერორიზმის მთავარი სახელმწიფო სპონსორები არიან მსოფლიოში და 47 წელი დახარჯეს იმისთვის, რომ თავიანთი რაკეტები მთებში დაემალოთ. ზუსტად ისევე როგორც ბირთვული პროგრამა, რადგან სურთ ბირთვული იარაღი ხელში წაიგდონ და ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. არ ვიცი რომ ომის ვერსიას დაუჯერო, იმიტომ რომ ის ან დასრულებულია, ან არ დასრულებული. ირანი ბირთვული იარაღთან 2 კვირაშია, ან არ არის 2 კვირაში. მათ რაკეტები აღარა აქვთ, ან კვლავ აქვთ. ალბათ გახსოვთ ირანის ქალაქ მინამში დაწყებითი სკოლის დაბომბვა, სადაც 160-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და რომელზეც წინა ეპიზოდებში ვსაუბრობდით. ამერიკული მხარე მაშინ ირწმუნებოდა, რომ რაღაც შემთხვევითი შეცდომა გაიპარა, ხოლო დონალდ ტრამპმა ცინიკურად განაცხადა, რომ დანგრეული სკოლის კადრები შეიძლება ხელოვნური ინტელექტით იყოს გენერირებული. დემოკრატებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომლითაც თქვენს ადმინისტრაციას მოუწოდებენ გასაჯაროვდეს იმ გამოძიების შედეგები, რომელიც ეხება დარტყმას, რასაც 100-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. იცოდეთ, არ მგონია, რომ ოდესმე ვინმემ შეძლოს ზუსტად თქვას, რა მოხდა იქ. ამ ადგილებიდან არსებობს ფოტოები, სადაც ჩანს ნამსხვრევები, რომლებიც სავარაუდოდ ამერიკულ თომაჰოკის რაკეტებს ეკუთვნის. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ შემთხვევამდე ძველმა სადაზვერვო მონაცემებმა ან ომის აქტიურ ფაზაში დაშვებულმა შეცდომამ მიგვიყვანა? შესაძლებელია, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ეს ფოტოები, რომლებიც თქვენ გაქვთ, ხელოვნური ინტელექტით იყოს გენერირებული. ახლა ვიცი, რომ საბოლოო დასკვნას ველით, თუმცა არ მგონია, რომ საბოლოო დასკვნის დადება საერთოდ შესაძლებელი იყოს.
გაასაჯაროებთ თუ არა ანგარიშს, როდესაც ის მზად იქნება? ალბათ, ასე ვფიქრობ, ანუ სამხედროებს უნდა ვკითხო. შეიძლება არსებობდეს მიზეზი, რის გამოც ამას ვერ შეძლებენ. თუმცა ბრიტანულმა კვლევითმა ჯგუფმა და Sky News-მა ახლახან გამოაქვეყნეს მასშტაბური დოკუმენტური გამოძიება, რომელმაც თეთრი სახლის ტყუილები საბოლოოდ გაანადგურა. მკვლევრებმა სკოლის შიგნით გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით შენობის თითოეული საკლასო ოთახის სრული სამი და ციფრული მოდელირება მოახდინეს. დადგინდა, რომ შენობაში არანაირი სამხედრო შტაბი ან ფარული ოთახი არ არსებობდა. ეს იყო ჩვეულებრივი სკოლა, სადაც კედლები ვარდისფრად და ლურჯად იყო შეღებილი, ხოლო ეზოში სპორტული მოედანი მდებარეობდა. გამოძიებამ დაბომბვის უმძიმესი ქრონოლოგიაც აღადგინა. პირველი დარტყმა სკოლიდან 130 მეტრში განხორციელდა. 9 წლის მუჰამად თაჰა ეზოში თამაშობდა, როდესაც აფეთქების ხმაზე კლასისკენ გაიქცა და სწორედ ამ დროს სულ რაღაც 10 წამში მეორე დარტყმა უშუალოდ სკოლას მოხდა. მეტიც მას შემდეგ, რაც ადგილზე სამაშველო ჯგუფები და მშობლები შეიკრიბნენ, ხოლო ირანულმა მედიამ სკოლის დაბომბვაზე ინფორმაცია გაავრცელა, ამერიკულ მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა სამიზნე გადაემოწმებინა. მიუხედავად ამისა, განხორციელდა დარტყმების მეორე ტალღა, სადაც ვიდეო კამერებით მკაფიოდ დაფიქსირდა ამერიკული ტომაჰავკის რაკეტის პროფილი. პარალელურად CNN-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობას თვეებია მაგით დაზეუდევს ამ თავდასხმის შიდა გამოძიების მასალები, თუმცა გენერლებმა შეგნებულად დაბლოკეს დაზვერვის რევიზიის პროცესი, რათა პასუხისმგებლობა არავის დაკისრებოდა. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს ნამდვილად ამერიკამ ჩაიდინა. მტკიცებულებები უტყუარია, როგორც ტომი ამბობდა თავის რეპორტაჟში. ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს იყო ფთოსანი რაკეტები, ტომაჰოკის ტიპის ფთოსანი რაკეტები, რომლებიც მხოლოდ ამერიკელებს აქვთ და რომლებიც ჯგუფურად ისროლეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაში. ჩვენ არ გვაქვს უშუალოდ იმ რაკეტის სილუეტის კადრი, რომელიც სკოლას მოხვდა, თუმცა არაერთი მაღალკვალიფიციური ექსპერტისგან ვიცით, რომ სკოლის ცენტრში გაჩენილი კრატერი სწორედ ტომაჰოკის რაკეტამ გამოიწვია. ეს ზუსტად ესადაბება ტომაჰოკის ტიპის რაკეტას, ხოლო ამ ომში იმ კონკრეტულ დღეს მათ მხოლოდ ამერიკა ისროდა. ასე რომ ეს ფაქტი უდავოა. აი რა ვითარება ამ თავრობაში და ჩემი აზრით საქანგაშო ის არის, რომ ისინი ახლა როგორც ჩანს ხელს უშლიან გამოძიებას. გუშინაც ვაცხადებდით, რომ ამერიკულ სამხედრო წრეებში არსებობს შეშფოთება დონალდ ტრამპის უარის გამო აღიაროს ამერიკის პასუხისმგებლობა. ის აცხადებს კიდეც, რომ ეს ირანმა გააკეთა, რაც აფერხებს გამოძიებას, რადგან თუ მთავარსარდალი ერთ რამეს ამბობს, შენ როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი, მას ვერ შეეწინააღმდეგები. ასე რომ ეს არის მშვიდობიან მოსახლეობას შორის მასობრივი მსხვერპლის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ინციდენტი თანამედროვე ომების ისტორიაში. გასაოცარი კი ის არის, რომ ამერიკის პრეზიდენტი იმის ნაცვლად, რომ აღშფოთება და შოკი გამოხატოს და აღიაროს დანაშაული, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში წარსულში ხდებოდა, როგორც ჩანს ცდილობს სიცრუე და დეზინფორმაცია გაავრცელოს. დიდად გაკვირვებულებიც არ უნდა ვიყოთ, რადგან დონალდ ტრამპისგან ასეთი რამ წარსულშიც გვინახავს. მინამის დაწყებითი სკოლის ტრაგედიამ დახოცილმა ბავშვებმა და პენტაგონის მიერ მტკიცებულებების დამალვამ წესით და რიგით უპირველესად საერთაშორისო სამართალი და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უნდა გაგვახსენოს. ინსტიტუტი, რომლის პირდაპირი მოვალეობა სწორედ ასეთი სამხედრო დანაშაულების გამოძიება და დავნაშაულების დასჯაა. თუმცა, როდესაც საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს ეხება, საერთაშორისო სამართალი უბრალოდ უქმდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სრულიად ღიად და აშკარად გამოაცხადა გეგმა ჰააგის სასამართლოს აგურ-აგურ დაშლის შესახებ. თეთრმა სახმა უკვე დააწესა ხისტი სანქციები ინსტიტუტის მთავარ პროკურორსა და იმ 8 მოსამართლეზე, რომლებიც ისრაელსა და აშშ-ს სამხედრო დანაშაულებს იძიებენ. ჰააგის სასამართლოში შეშლილების ხედან, რომლებიც ამერიკელ სამხედროებზე თუ პრეზიდენტზე ბრალის წაყენებაზე ბოდავენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენ ამ სასამართლოს წევრები არ ვართ და ხელშეკრულებაზე ხელი არ მოგვიწერია. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნო. ვისაც სურს ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს, ნებამისი იყოს, მაგრამ ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით. ისინი იურისდიქციას ამერიკელებზე ვერ გავრცელებენ, რასაც არც ახლა შევეგუებით და არც მომავალში. ახლა კი საკუთარ თავზე გამოცდიან, რა მოხდება ჩვენი გაფრთხილების იგნორირებას. ომის დანაშაულების პროკურორის და უფლებადამცველის რიდ ბროდის განმარტებით, ვაშინგტონის ეს იერიში საერთაშორისო ინსტიტუტებზე არ არის ამერიკული სუვერენიტეტის დაცვა. ეს არის საკუთარი სამხედრო დანაშაულების დაუსჯელობის გარანტია. ირანის 100 წლის ქარხნების მიზანმიმართული დაბომბვა, რაც ჟენევის კონვენციის მიხედვით პირდაპირ სამხედრო დანაშაულია, ამის ნათელი მაგალითია. ტრამპის ბრძანებით სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება ნებისმიერი ამერიკელი იურისტი თუ ორგანიზაცია, რომელიც ჰააგის სასამართლოსთან ითანამშრომლებს ან ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს მიაწვდის.
Look, this is not a defense of American sovereignty against a runaway. ეს არ არის ამერიკული სუვერენიტეტის დაცვა თავსგასული სასამართლოსგან. ეს არის დაზღვევის პოლისი იმ დანაშაულების დაუსჯელობისთვის, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ყველას თვალწინ ჩადის. შეხედეთ, მარკო რუბიომ ძალიან კარგად იცის, რომ ირანის დაბომბვა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე გაეროს წესდებით აგრესიაა, რომ კარიბის ზღვაში ნავების აფეთქება და ხალხის დახოცვა მკვლელობაა, რომ მიგრანტების გადაცემა სალვადორის იმ საშინელ ციხეში, სადაც მათ აწამებდნენ, სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო მოსამართლეებისა და პროკურორების დასანქცირება იმის გამო, რომ ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, თავადვეა დანაშაული მართლმსაჯულების წინააღმდეგ, ჰააგის სტატუსის მიხედვით. ასე რომ, ეს ამერიკის სუვერენიტეტს კი არ ეხება, არამედ აბსოლუტურ დაუსჯელობას. Under the court statute. So this isn't about American sovereignty, it's about impunity. ამერიკელი პროფესორი ტობი ჯონსი იხსენებს 2001 წლის ეპიზოდს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა პირდაპირ განუცხადა, საერთაშორისო სამართალი არავის ადარდებს. დღესაც დასავლურ იმპერიას სრული იმუნიტეტით სარგებლობს. ეს არის იმპერიალისტური წესრიგი თავისი შიშველის სახით, სადაც კანონი მხოლოდ სუსტების დასასჯელად არსებობს, ხოლო იმპერიას ნებისმიერ მასშტაბურ ძალადობაზე სრული ინდულგენცია ენიჭება. დაახლოებით 25 წლის წინ 2001-2002 წლებში მე და ჩემი მეუღლე კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში არაბულ ენას ვსწავლობდით. 11 სექტემბერი სწორედ მაშინ მოხდა. ამერიკამ ავღანეთში ომი დაიწყო, გაზაფხულზე კი ისრაელმა რამალას ალყა შემოარტყა. კაიროში მყოფმა ამერიკელებმა სწორად იწინასწარმეტყველეს ამერიკული იმპერიული ძალადობის ის ესკალაცია, რაც მომდევნო წლებში ავღანეთსა და ერაყში განვითარდა. ჩვენ პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, რის გამოც მაშინდელ ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე მოხვდით. მან პირდაპირ გითხრა: საერთაშორისო სამართალი არავის ადარდებს. ეს ნამდვილი თვალის ახელა იყო. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. ეს კანონები ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება. უბრალო ირანელები, პალესტინელები, ლიბანელები თუ ერაყელები ამ სისტემით ფაქტობრივად დაუცველნი რჩებიან. საინტერესოა, რომ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: ადმინისტრაცია საჭიროებისას ჰააგის სასამართლოს აგურ-აგურ დაშლისო. ამავდროულად კი გაერო ირანსა და აშიშს მოუწოდებს მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ვაშინგტონის ამპარტავნები საერთაშორისო სამართლის განადგურებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დანაშაულების მხილება უაღრესად პრინციპული საკითხია. თუმცა ამ პროცესების გაანალიზებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე მხარის დანახვაც. ჩვენი მსჯელობა არ უნდა გაება სიაფასიან ვულგარულ ანტიიმპერიალიზმის ხაფანგში, სადაც ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უპირისპირდება, ავტომატურად პროგრესულად ან გმირად ცხადება. ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიის ფონზე თეირანის ოფიციალური პირები, მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი აცხადებენ, რომ ირანი არ დანებდება დასავლურ შანტაჟს, რადგან დამორჩილება და კაპიტულაცია პოლიტიკურ ნორმად ვერ იქცევა. დიახ, არც ერთ საზოგადოებას არ სურს იმპერიის წინაშე მუხლებზე დაჩოქება, მაგრამ ვინ იხდის ამ წინააღმდეგობის ფასს? ირანელები სამართლიანად სვამენ კითხვას, როგორ არის შესაძლებელი ლაპარაკო ეროვნულ ღირსებაზე, გარეშე მტრის წინაშე, როდესაც შინ ირანის შიგნით წლებია ხალხს ექსპლუატაციასა და მორჩილებას აიძულებენ. ისლამურ რესპუბლიკას ომის დროსაც კი არ შეუჩერებია სიკვდილით დასჯები და რეპრესიები. სანამ თეირანი გმირულ წინააღმდეგობაზე საუბრობს, ირანელი მუშები დროებითი კონტრაქტებით, უუფლებობითა და შიმშილის ზღვარზე ცხოვრობენ. პროფკავშირები აკრძალულია, ხოლო ქალის სიცოცხლე თავისუფლების მოძრაობის მონაწილეები, ეკოაქტივისტები, მასწავლებლები და მემარცხენე მწერლები ციხეებში სხედან და მათ აწამებენ. ამავდროულად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აფრთხილებს მსოფლიოს. საწვავისა და სასუქების გაძვირება პირდაპირ ურტყამს სოფლის მეურნეობას, რაც გლობალურ სამხრეთში 500 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს. საბოლოო ჯამში ეს ომი აშკარავებს მთავარს. ნამდვილი წინააღმდეგობა არ ნიშნავს არჩევანს ამერიკულ იმპერიალიზმსა და ირანულ თეოკრატიულ დიქტატურას შორის. ნამდვილი წინააღმდეგობა ირანელი და ამერიკელი ხალხის მუშათა კლასის ბრძოლაა საკუთარი თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობისთვის. ორივე რეჟიმის რეპრესიების წინააღმდეგ. სამწუხაროდ ირანის ტრაგედია მხოლოდ ისლამური რესპუბლიკის სისასტიკით არ ამოიწურება. მას ემატება საზღვარგარეთ მყოფი მემარჯვენე მონარქისტული ოპოზიციის პოპულიზმიც. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ყოფილი შაჰის შვილის, რეზა ფეხლევის ბოლოდროინდელი აღიარება. იანვრის პროტესტების დროს ფეხლევი აქტიურად ამტკიცებდა, რომ მის მხარეს ირანის უსაფრთხოების ძალების 50,000 წარმომადგენელი გადავიდა.
ამ ყალბმა განცხადებებმა ქუჩაში გამოსულ ხალხში შექმნა ილუზია, რომ რეჟიმი მალე დაეცემოდა. შედეგი კი სავალალო აღმოჩნდა. თეირანის დიქტატურას მიეცა იდეალური პროპაგანდისტული იარაღი, რომ პროტესტი გამოეცხადებინა უცხოურ სამხედრო გადატრიალებად და გაემართლებინა უსასტიკესი რეპრესიები. დღეს კი ფეხლევი აღიარებს, რომ ეს ათობით ათასიანი არმია უბრალოდ სოციალურ ქსელში მიღებული გადაუმოწმებელი შეტყობინებები იყო. ამავდროულად დასავლურმა მეინსტრიმულმა მედიამ შეგნებულად დააცენზურა ირანელი სოციალისტები და მუშათა მოძრაობები, ხოლო პლატფორმა დაუთმო მემარჯვენე იდეოლოგებს. სანამ ამერიკელი და ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები ომის უმძიმეს ტვირთს ეზიდებიან, ხოლო ბომბები ათასობით სიცოცხლეს აშტობს, ვაშინგტონისა და უოლ-სტრიტის კულუარებში სხვა პროცესები მიმდინარეობს. მსხვილი კორპორაციები, სამხედრო ინდუსტრიული გიგანტები და ენერგეტიკული მაგნატები უკვე ღიად იყოფენ იმ დივიდენდებსა და მოგებას, რაც ამ სისხლისღვრა მოიტანა. Dropsite News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები და შიდა მიმოწერები ადასტურებს, რომ ეს კონფლიქტი უბრალოდ უსაფრთხოების კრიზისი კი არ არის, არამედ გიგანტური ბიზნეს პროექტია, სადაც თითოეული გასროლილი რაკეტა და დანგრეული ინფრასტრუქტურა კერძო კონტრაქტორების ანგარიშებზე მილიარდობით დოლარის მოგებად გარდაიქმნება. როგორც ირკვევა, ივნისის ბოლოს შვეიცარიაში გამართული ფარული მოლაპარაკებების დროს ირანულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ JD Vance საიდუმლო გზავნილი გადასცა. თეირანი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და პრეზიდენტის სიძეს ჯარედ კუშნერს ღია კორუფციაში ადანაშაულებდა. ირანის ცნობით თეთრი სახლის ეს ოლიგარქები მოლაპარაკებებიდან მიღებული დახურულ ინფორმაციას ნავთობისა და ენერგოკომპანიების ბაზრებზე ინსაიდერული ვაჭრობისთვის იყენებდნენ, რამაც მათ 9 მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა. აშშ-ის მოლაპარაკებები ირანთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას არასდროს ისახავდა მიზნად. ეს პროცესი ყოველთვის ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების მიერ ომით ხეირის ნახვას ემსახურებოდა. Dropsite News-ის ცნობით ირანული მხარე ფარულად დაუკავშირდა ვიცე-პრეზიდენტ JD Vance და შეშფოთება გამოთქვა მოლაპარაკებების წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერზე. თეირანი აცხადებდა, რომ ისინი ბოროტად იყენებდნენ მოლაპარაკებებს და შეთანხმების მიღწევაზე მეტად ინსაიდერული ინფორმაციით ხეირის ნახვა აინტერესებდათ. ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ორი სკანდალური უძრავი ქონების ინვესტორი ამ პროცესში სწორედ პირადი გამორჩენის ბოროტის რახვებით ჩაერთვებოდა. ირანის მომლაპარაკებელთა გუნდმა შუამავლებს წარუდგინა წერილობითი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იყო ტრამპთან დაახლოებული პირების მიერ ბაზრის სავარაუდო მანიპულირების ფაქტები. მათი გათვლებით ინსაიდერული ინფორმაციისა და ფინანსური ბაზრების მანიპულირების წყალობით ამ პირებმა დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის მოგება ნახეს. აპრილში ისლამაბადის მოლაპარაკებების დაწყებამდეც კი პაკისტანელების მეშვეობით ტრამპს რამდენიმე შეტყობინება გავუგზავნეთ, სადაც წინა მოლაპარაკებებში ვიტკოფის საერთო დამაზიანებელი როლის შესახებ ვაფრთხილებდით, განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა. საეჭვო ფინანსური გარიგებების მიღმა ამ დამაზიანებელი როლის ნაწილია ბრალდებები იმის შესახებ, რომ კუშნერი და ვიტკოფი თითქმის ყოველდღე ეკონტაქტებიან ბენიამინ ნეტანიაჰუსა და მოსადის ხელმძღვანელს. ირანელმა მომლაპარაკებლებმა შეშფოთება გამოთქვეს ინფორმაციის უწყვეტი გაჟონვის გამო, რადგან სჯეროდათ, რომ ამერიკული გუნდი ისრაელის დაზვერვას მოლაპარაკებებიდან მიღებულ ინსაიდერულ ცნობებს აწვდიდა. ირანელებმა JD Vance გააფრთხილეს, რომ სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და კერძო პლირის ჯარედ კუშნერის მონაწილეობა ხელიდან გაუშვებდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩარჩოს ხანგრძლივი შეთანხმებად ქცევის შანსს, რაც ომის განახლებასთან ერთად, როგორც ჩანს, უკვე რეალობად იქცა. ირანში ომის დაწყების შემდეგ ბევრმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა აღწერა საეჭვო გარიგებებისა და სპეკულაციური ფსონების სქემა, რომლებიც ომსა და მასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ მოვლენებთან დაკავშირებულ საკვანძო ბაზრის ცვლილებებს ემთხვეოდა. თავად ტრამპსაც ადანაშაულებდნენ ბაზრების მანიპულირებაში. ეს ამან გამოიწვია ფართო საზოგადოებრივი ეჭვი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი გარსემოცვა, რომლებიც ინსაიდერულ ინფორმაციაზე მიუძვდებიან ხელს, მანიპულირებენ ნავთობის ფიუჩერსების, ენერგეტიკული აქციებისა და პროგნოზებული ბაზრებით. ტრამპის ადმინისტრაცია ბრალდებას უარყოფს, თუმცა ირანი აცხადებს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც მალე გასაჯაროვდება. ეს შეიძლება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური სკანდალი გახდეს. მაგრამ არანაკლებ საინტერესო თეირანის რეაქცია. ისლამურმა რესპუბლიკამ ამერიკელ ოლიგარქებს წერილობით მოსთხოვა ამ 9 მილიარდიდან კუთვნილი წილი, 4,5 მილიარდი დოლარი. დაუბრუნდები ომის ქრონიკას. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას იემენელმა ჰუსიტებმა დაუყოვნებლივ საპასუხო დარტყმით უპასუხეს. მათ ოფიციალურად გამოუცხადეს საზღვაო ბლოკადა საუდის არაბეთს და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში 2 საუდური ნავთობის ტანკერი დაბომბეს. ამ ნაბიჯმა გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკა შოქში ჩააგდო.
ბაბელმანდების სრუტეზე გადის მსოფლიო ვაჭრობის 12%. ჰორმუზის სრუტის პარალელურად ამ სრუტის ჩაკეტვით გლობალური ნავთობის მიწოდების 25% ფაქტობრივად პარალიზებულია. ნავთობის ფასმა ბარელზე $100 გადააჭარბა, ხოლო აშშ-ში საწვავის ფასი გალონზე $4 ასწა. ეს მოვლენა უდიდესი დარტყმა თვითონ საუდის არაბეთის მონარქიისთვისაც, რადგან ჰორმუზის ჩაკეტვის შემდეგ ნავთობი სწორედ წითელი ზღვის პორტებიდან გაქონდათ. სატვირთო გემებს ახლა აფრიკის კონტინენტის შემოვლა უწევთ, რაც მარშრუტს 2 კვირას და $9 მილიარდამდე დამატებით ხარჯებს ამატებს. ეს ვითარება აშიშვლებს დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის სრულ გაკოტრებას. ტრამპი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იემენელ ჰუსიტებს ადვილად გატეხდა, ახლა უძლურია. ჩვენ წითელი ზღვის სანაპიროზე ვართ, სადაც ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტის ახალი ფრონტის ხაზი იკვეთება, რასაც შესაძლოა უზარმაზარი გავლენა ჰქონდეს გლობალურ ეკონომიკაზე. ახლახან იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის რამდენიმე ნავთობ ტანკერზე მიიტანეს იერიში, რასაც საზღვაო ემბარგოს უწოდებენ. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში აშშ პასუხისმგებლობას პირდაპირ ირანს დააკისრებს. დიდი ყურადღება ეთმობა ბაბ-ელ-მანდების სრუტეს, იემენის სანაპიროსთან, რომელზეც გლობალური საზღვაო გადაზიდვების 10-12% გადის. კონფლიქტის დაწყების შემდეგ საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტის დიდი ნაწილი ჰორმუზის სრუტის ნაცვლად სწორედ აქედან გადაამისამართა, რამაც ნავთობის ფასების კატასტროფულ ზრდას ხელი შეუშალა. ახლა მთავარი შიში ის არის, თუ რა მოხდება, თუ ჰუსიტების სრუტის სრულად ჩაკეტვას გადაწყვეტენ. ანალიტიკოსების შეფასებით უარესი სცენარის შემთხვევაში ამან შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე $150-მდე ან უფრო მაღლაც აწიოს. საუდის არაბეთი გასულ კვირაში მხოლოდ ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში ნავთობ ტანკერების ბლოკადისა თუ ბაბელმანდების სრუტის კრიზისის გამო არ მოქცეულა გლობალური ყურადღების ცენტრში. სანამ გლობალურ ბაზრებზე ენერგეტიკული შოკი იზრდება, ვაშინგტონმა და რიადმა მასშტაბური ბირთვული შეთანხმება გააფორმეს. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრმა და საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიებით საუდის არაბეთში სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის განვითარებას ითვალისწინებს. ეს გარიგება ამერიკული კორპორაციებისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის მოგებას ნიშნავს. თუმცა ხელმოწერიდან სულ რაღაც ერთ დღეში დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მოულოდნელი განცხადება გაავრცელა. გარიგება გაუქმდება, თუ საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას არ მოახდენს და აბრაამის შეთანხმებას არ შეუერთდება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთის პროექტის პრეზიდენტი და ისრაელის ყოფილი მომლაპარაკებელი დენიელ ლევი აღნიშნავს, ტრამპის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აშიშვლებს თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ პარადოქსს. თუ ეს ბირთვული შეთანხმება თავად ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ინტერესებშია, რატომ აყენებს მას ტრამპი ისრაელისთვის რაღაცის გამორჩენის წინაპირობად? თუ ეს შეთანხმება ამერიკისთვის იყო სასარგებლო, ემსახურებოდა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინტერესებს და არა უბრალოდ იმ რამდენიმე კორპორაციის მოგებას, რომლებიც ტრამპისა და სხვების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ. დიახ, თუ ეს ამერიკისთვის იყო კარგი, მაშინ რატომ ხდი მას დამოკიდებულს ისრაელისთვის რაღაცის გამორჩენაზე? ვისი ინტერესია აქ მთავარი? ვინ არის მამოძრავებელი ძალა? თუ ეს ქვეყნისთვის კარგია, გააკეთე. ნუ იქცევი ისე თითქოს ისრაელისთვის რაღაცის მოპოვება სავალდებულო წინაპირობა იყოს. სხვათა შორის, ეს ზუსტად ის თამაშია, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციაც თამაშობდა. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამწვავებს დებატებს America First-სა და Israel First შორის და გაზრდის იმ უკმაყოფილებას, რაც ამერიკის ისრაელზე დაყნდებინებული პოლიტიკას მოჰყვება. ეს ერთი, მეორეც, როგორ აისახება ეს საუდის არაბეთზე? ხალხს ეგონა, რომ შეთანხმებას მიაღწია. ამერიკელებმა კი პროცესი უცებ თავდაყირა დააყენეს. საუდელები კიდევ ერთხელ გაოგნებულები დარჩებიან და იტყვიან, ეს ხალხი უბრალოდ არასერიოზულია. ისინი ისრაელის გამო საკუთარ ინტერესებსაც კი უთხრიან ძირს. ისრაელი რეგიონში დესტაბილიზაციისა და რადიკალიზაციის წყაროა. დიახ, კავშირებს არ გავხსვეთ. აშშ-სთან ისევ ახლოს ვიხნებით, მაგრამ რისკების დაზღვევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივები უნდა ვეძებოთ, რადგან ამერიკელებს ნდობა არ აქვთ. და ბოლოს, პირდაპირ ვიტყვი, ჩემი შეფასებით, საუდის არაბეთი ამ პირობებით ამერიკასთან ბირთვული გარიგების სანაცვლოდ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას არ აპირებს. ამავდროულად ვაშინგტონის ეს იძულებითი ტაქტიკა სრულად აცდენილია რიადის პოზიციას. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფო შექმნისკენ მიმავალი მკაფიო გზის გარეშე ისრაელს ოფიციალურად არ ცნობს. ღაზასა და ალაქსას მეჩეთის ირგვლივ მიმდინარე ესკალაციის ფონზე რიადში კარგად ხედავენ, რომ ამერიკა არასანდო პარტნიორია, რომელიც საკუთარ ინტერესებსაც კი ისრაელის გამო აზარალებს, რაც საუდელებს აიძულებს ალტერნატიული ალიანსები ეძებონ. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო მაინც ბირთვულ პოლიტიკაში არსებული ორმაგი სტანდარტებია.
აშიში უკვე მე-13 დღეა უწყვეტად ბომბავს ირანს და მისგან ბირთვულ პროგრამაზე უმკაცრეს შეზღუდვებს მოითხოვს, ხოლო საუდის არაბეთს ბირთვულ ტექნოლოგიებს თავაზობს, ისე რომ კაცრ ინსპექტირებასაც კი არ სთხოვს. როგორც ლევი აღნიშნავს, შეუძლებელია სერიოზულად ილაპარაკო რეგიონის ბირთვული იარაღისგან გაწმენდაზე, როდესაც იგნორირებას უკეთებს სპილოს ოთახში. ანუ იმ ფაქტს, რომ შენი მთავარი მოკავშირე ისრაელი თავად არის არასანქცირებული ბირთვული სახელმწიფო, რომელიც არანაირ საერთაშორისო კონტროლს არ ექვემდებარება. საბოლოო ჯამში ირანის წინააღმდეგ წარმოებული ეს ომი და პარალელური ბირთვული ვაჭრობა ვაშინგტონს სტრატეგიულ ჩიხში აქცევს. დღესდღეობით აშიშს არ გააჩნია მკაფიო გეგმა თუ რა მიზანს ემსახურება ეს ესკალაცია, ხოლო საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ არაპოპულარული ომის მიმართ დღითი დღე იკლებს. სანამ გლობალური მედიის ყურადღება ახლო აღმოსავლეთია გადატანილი, უმძიმესი შიდა პოლიტიკური და სოციალური კრიზისი ვითარდება ინდოეთში, სადაც ახალგაზრდების მასობრივი ამბოხი ნარენდრა მოდის ავტორიტარული რეჟიმისთვის ყველაზე მასშტაბურ დაბრკოლებად იქცა. ნიუ-დელიში პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია სტუდენტური აქციები და დააპატიმრა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რაჰულ განდი. მასობრივი უკმაყოფილების უშუალო საბამი გახდა ეროვნული საგამოსტო ტესტების მასობრივი გაჟონვა, რამაც მილიონობით სტუდენტის წლების შრომა წყალში ჩაყარა და ახალგაზრდებს შორის თვითმკვლელობების სერიაც კი გამოიწვია. ვითარება კატასტროფულად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ინდოეთის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ უმუშევარ ახალგაზრდებს ირონიულად ტარაკნები და პარაზიტები უწოდა. ამის აპასუხოდ სტუდენტებმა შექმნეს ტარაკან ჯანატა პარტია. სოციალურ ქსელში დაწყებული ეს მოძრაობა რამდენიმე კვირაში ქუჩის მასშტაბურ ამბოხად გარდაიქმნა, რომელმაც მხოლოდ დელიში 100,000-ზე მეტი ახალგაზრდის მობილიზება შეძლო. ჩვენ არ დაიხევთ, ჩვენ არ გავჩუმდებით, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ ნახეთ, ძალიან ბევრი რამის მოწმე გავხდით და საკუთარ კანზე გამოვცადეთ ეს ყველაფერი. 20 ივლისს პოლიციამ რაც იკადრა და როგორც მოიქცა, ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ. ასე რომ, მთავრობამ კეთილი ინებოს, ჭყუას მოუხმოს და გონს მოეგოს, თორემ ამ ქვეყნის ახალგაზრდობა მათ პირდაპირ გადაუვლის. ინდოეთში ეგრეთ წოდებული ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე მოხდა, სადაც უნივერსიტეტ დამთავრებული ახალგაზრდების 40%-ზე მეტს დასაქმების ელემენტარული პერსპექტივაც კი არ გააჩნია. Youth unemployment crisis is beyond belief, and I don't want to quote figures to you because those figures are rubbish. ახალგაზრდების უმუშევრობის კრიზისი ყოველგვარ ზღვარს გაცდა. ოფიციალურ სტატისტიკას არც მოგიყვანთ, რადგან ეს ციფრები სრული ბლეფია. ქუჩაში მიწის თხილის გამყიდველი ან უბრალოდ თავის გადარჩენისთვის მებრძოლი ადამიანიც კი დასაქმებულად ხავთ გამოყვანილი. რეალურად, უმუშევრობის უმძიმესი კრიზისია თავიდან ბოლომდე, რასაც ახლა ხელოვნური ინტელექტიც ემატება. ამ ქვეყნის მომავალი იმდენად მყიფეა, რომ ეს ყველაფერი ქაღალდში გახვეულ გახრწნილ გვამს გავს, რომელმაც უცებ გარეთ გამოსვლა დაიწყო, ზუსტად ისე, როგორც ასეთი რეჟიმების დროს ხდება ხოლმე. სულ რაღაც 10 წლის წინ მოდიზე ოდნავ უწყინარი ხუმრობისთვისაც კი ადამიანს პირდაპირ ციხეში უძახდნენ. დღეს კი მილიონობით ახალგაზრდა ისე აბუჩად იგდებს მას, რომ ამის აღწერაც კი გაჭირდება. ამ სიტყვებს ეთერში უბრალოდ ვერ იტყვი. საჯოდ არ ვიცი ეს კაცი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლას კიდევ როგორ შეძლებს, როცა მისი დანახვისას ყველას ციცილი უტყდება. თუ ადრე მხოლოდ რამდენიმე კაცი უბედავდით ამას, ახლა მთელი ეს ახალგაზრდა თაობაა ქუჩაში. უბრალოდ გულში ვიკრავ მათ, რადგან საოცროდ მხიარულები და მაგარი ტიპები არიან. ქვეყანას ფაქტობრივად რამდენიმე პოლიტიკოსი და უმსხვილესი ოლიგარქი მართავს. ეს უკანასკნელი პრაქტიკულად მთელი კორპორაციულ მედიას აკონტროლებენ. თუ აქამდე მმართველი კლასი ნებისმიერ სოციალურ ამბოხს იოლად არქმევდა ანტიეროვნულს და რეპრესიებით ახშობდა, ამჯერად ეს მექანიზმი ჩავარდა. ქუჩაში გამოვიდნენ სწორედ იმ წრუბურჟუაზიული თუ საშუალო კლასის შვილები, რომლებიც მოდის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ბაზას წარმოადგენდნენ. ნეოლიბერალური მოდელის კრახმა ეს ახალგაზრდობა მასობრივი პროლეტარიზაციისა და უპერსპექტივობის წინაშე დააყენა, რამაც მმართველი კლასის იდეოლოგიური ჰეგემონია ჩამოშალა. ხელისუფლების დაპირებები და ბიუროკრატიული კომისიები დემონსტრანტებისთვის საკმარისი აღარ არის. ავტორიტარულმა კაპიტალისტურმა მანქანამ მიიღო უმძიმესი დარტყმა საკუთარი სოციალური ბაზისგან, რომლის ექსპლუატაციასა და მორჩილებაში ყოლასაც რელიგიური პოპულიზმითა და პროპაგანდით გეგმავდა. ახლა გადავინაცვლოთ უკრაინაში. სანამ აღმოსავლეთ ფრონტზე უმძიმესი პოზიციური ბრძოლები გრძელდება, კიევში შიდა პოლიტიკურმა კრიზისმა იფეთქა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი, 35 წლის რეფორმატორი, რომელმაც ამ პოსტზე სულ რაღაც 6 თვე დაჰყო. მიმოხილველები განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას ორი ფუნდამენტური სამხედრო კულტურისა და ომის წარმოების ხედვის შეჯახება. ერთ მხარეს იყო თავდაცვის სამინისტრო და მიხაილო ფედოროვი,
მიუხედავად იმისა, რომ მის სამოქალაქო პირია და სამხედრო განათლება არ აქვს, სწორედ ამ გარეშე სტატუსმა მისცა საშუალება დაენერგა ინოვაციები, რობოტიზაცია და დრონების მასობრივი წარმოება. ფედოროვმა ჩახსნა რუსეთის წვდომა სტალინკის სისტემებზე, დაენერგა ეგრეთ წოდებული აშანის კამპანია, ანუ მოწინააღმდეგის артილერიის მასობრივი განადგურება დრონებით და საფუძველი ჩაუყარა წელიწადში 7 მილიონზე მეტი დრონის წარმოებას. მან დაიწყო შესყიდვების რეფორმაც, შემოიღო გამჭვირვალე ტენდერები, რამაც ჭურვების ფასი მაგალითად 16%-ით შეამცირა. მეორე მხარეს კი აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი. ის წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის ტიპის საბჭოურ სამხედრო კულტურას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება მასობრივ артილერიაზე, ცოცხალ ძალასა და იერარქიაზე. დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, როდესაც ფედოროვმა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გენერალურ შტაბს სამოქალაქო კონტროლის ფარგლებში დაუსვა უხერხული კითხვები. მაგალითად, რატომ ვიყიდით კონკრეტულ იარაღს და როგორ ჯდება ეს ომის მოგების საერთო სტრატეგიაში. გენერალი ტეტმა ეს საკუთარ პრეროგატივაზე თავდასხმა დააგიქვა. ზელენსკიმ არჩევანი სირსკისა და ძველ გენერალი ტეტზე შეაჩერა, თუმცა მან სრულად ვერ გათვალა საზოგადოებრივი რეაქცია. დეპუტატ ინა სოვსუნის თქმით, ვინაიდან ზელენსკის არასოდეს მიუღია მონაწილეობა უკრაინის რევოლუციებში 2014 წლების მაიდანზე, მას არ აქვს ქუჩის პროტესტის შეგრძნება. მან ვერ გააცნობიერა, რომ ფედოროვი ხალხისთვის ზამთრის დეპრესიის შემდეგ გაჩენილი ერთადერთი იმედისა და პროგრესის სიმბოლო გახდა. Former Defense Minister Mikhailo Fedorov delivered a bombshell briefing as thousands of Ukrainians took to the თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა დარღვია დუმილი იმ უკრაინელების მიმართ, რომლებიც მისი გადაყენების წინააღმდეგ გამოვიდნენ და მის მინისტრად დაბრუნებას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოულოდნელი მთავრობის როტაცია გამოაცხადა და მიზეზები მკაფიოდ არ განუნმარტავს, საზოგადოებრივი ყურადღება ერთ კითხვაზე გამახვილდა. აღადგენდნენ თუ არა ფედოროვს პოსტზე. იგი ჯერ აღუდგენიათ. გადაწყვეტილების მიღებამდე ზელენსკიმ შეხვედრები გამართა როგორც ფედოროვთან, ისე მთავარსარდალთან. ჟურნალისტებთან საუბრისას ფედოროვმა ქარ დაახადა თავის ხანგრძლივ კონფლიქტს სირსკისთან. მან განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს თუ ქვეყანას სურს რუსეთის ასიმეტრიულად და მინიმალური დანაკარგებით დამარცხება. ფედოროვის თქმით, სირსკიმ არაერთხელ დაბლოკა თავდაცვის სამინისტროს საკვანძო ინიციატივები და ზელენსკისთან შეხვედრისას პრეზიდენტს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: ან მე ვრჩები, ან ფედოროვი. კანონმდებლებმა, რომლებიც ზელენსკისთან დახურულ შეხვედრას ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ფედოროვის დაძაბულობა დაასახელა სირსკისთან. მან ასევე მიუთითა უკრაინის მობილიზაციის პროცესის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, თემაზე, რომელსაც თავად პრეზიდენტი საჯაროდ თავს არიდებდა. როდესაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები აგორდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფედოროვი მისი გუნდის წევრად დარჩებოდა. თუმცა ფედოროვმა აღნიშნა, რომ მან უკვე უარყო პრეზიდენტის მრჩევლად გახდომის ადრეული შეთავაზება. ბევრი მომიტინგი ამტკიცებს, რომ ფედოროვის შემცვლელის მოძებნა ყველაზე ცუდ დროს ხდება. სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინამ ომში გარდატეხის შეტანა დაიწყო ინტენსიური შორ და საშუალო მანძილზე დარტყმების წყალობით. უკრაინელი ხალხი საკუთარი დასაცავად გამოვიდა. რატომ უნდა გადაუხვიოთ იმ ტრაექტორიიდან და რატომ უნდა დაიმსხვრეს ის იმედები, რომლებიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველსა და ცაში ინიციატივის ხელში ჩაგდება მოხდა. არსებობს ასეთი რისკი და უკრაინელი ხალხი სწორედ ამის დასაცავად გამოვიდა ქუჩაში. Зараз ця траєкторія, вона ламається, ми з нею звертаємо. Є такий ризик. І український народ вийшов за це. ფედოროვის გათავისუფლებას მოჰყვა საპროტესტო აქციები, ეგრეთ წოდებული მუყაოს მაიდანი. საზოგადოების ჯარისა და დეპუტატების მძაფრი წნეხის გამო ზელენსკი იძულებული გახდა უკან დაეხია და სირსკიც გადაეყენებინა, ხოლო მის ადგილას 53 წლის პოპულარული გენერალი მიხაილო დრაპატი დანიშნა. უკრაინელები ბოლო დღეებში ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაბრუნებას აქტიურად ითხოვენ, მიუხედავად ზელენსკის კომპრომისული ნაბიჯებისა. If our president won't change his mind, people will stand today, tomorrow and after. თუ პრეზიდენტი აზრს არ შეიცვლის, ხალხი დღეს ხვალ და ზეგ ისევ ქუჩაში გამოვა. პრეზიდენტ ზელენსკის მიერ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილების გამო ათასობით ადამიანი შეიკრიბა აქ, კიევის ცენტრში, მოთხოვნით: ნუ ამსხვრევთ ჩვენს მომავალს, ნუ ამსხვრევთ ჩვენს მომავალს. ჩვენ გვინდა, რომ მიხაილო ფედოროვი პოსტზე დააბრუნონ. ეს ადამიანი ომის ამ თითქმის 5 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ გამოცვლილი თავდაცვის 5 მინისტრიდან ერთადერთია, რომელმაც ასეთ მოკლე დროში რეალური შედეგის დადება შეძლო. ამიტომ კითხვა ასეთია:
ღირს კი ეს ჯიუტობა ხალხის მდობის დაკარგვად? ის სარგებლობდა ამ მდობით, მას ბევრ ამას აპატიებდნენ და ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია ეს საქციელი. ვხვდები, მან ჩამოაცილა სირსკი და ერთის მხრივ უპასუხა საზოგადოების მოთხოვნას, მაგრამ ფედოროვის არ დაბრუნებით პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარი მიზეზი თავდაცვის მინისტრსა და ყოფილ მთავარ სარდალს შორის უთანხმოება კი არა, სრულიად სხვა რამ იყო. და მე უბრალოდ მაინტერესებს მოვისმენთ კი ჩვენ ამ რეალურ მიზეზს? როგორც წესი, როდესაც უკრაინელ საზოგადოებას არ უსმენენ, ის ფრუსტრაციაში ვარდება. შემდეგ ეს ფრუსტრაცია იზრდება და რაღაც მომენტში მისი მოსმენა მაინც გახდება აუცილებელი. А щось інше. І от мені просто цікаво, що чи почуємо ми це? І зазвичай Україна თუ უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს უბრალო საკადრო დაპირისპირებას არ დავართმევთ და მას პოლიტიკური ეკონომიის ჭრილში შევხედავთ, თვალწინ გადაგვეშლება კაპიტალიზმის ორი სრულიად განსხვავებული მოდელისა და ომის წარმოების ფუნდამენტური ლოგიკის შეჯახება. ეს არ ყოფილა მხოლოდ ორი მაღალჩინოსნის პირადი უთანხმოება. ეს იყო კონფლიქტი ძველ საბჭოური გადმონაშთებით სავსე ბიუროკრატიულ სამხედრო რენტასა და ახალ ციფრულ ტექნოკაპიტალიზმს შორის. პირველი მოდელი, რომელსაც პირობითად გენერალ სირსკისა და ძველი გენერალიტეტის ფრთა წარმოადგენდა, ეყრდნობა ტრადიციული კლასიკური ინდუსტრიული ომის ხარჯვით ლოგიკას. ამ სისტემაში ომის წარმოების მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ცენტრალიზებული სახელმწიფო შესყიდვები, მასობრივი ძვირადღირებული შეიარაღება და რაც ყველაზე მთავარია, ცოცხალი ძალა, როგორც იაფი და უსასრულოდ ჩანაცვლებადი რესურსი. ასეთი პოლიტეკონომიური სტრუქტურა ბუნებრივად ჩობს დახურულ კორუფციულ ბადეებსა და ბიუროკრატიულ რენტას, სადაც სახელმწიფო შესყიდვებიდან მილიარდები ჩრდილოვან ჯგუფებში ელექება, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ბლოკავს ნებისმიერ გამჭვირვალობას და ჯანსაღ კონკურენციას. მეორე მხარეს დგას მიხაილო ფედოროვის მიერ დამკვიდრებული ვენჩურული ომისა და ციფრული ტექნოკაპიტალიზმის მოდელი. მან თავდაცვის სექტორი გახსნა ათობით კერძო სტარტაპისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რითაც მონოპოლიზირებული სახელმწიფო შესყიდვების ადგილას საბაზრო კონკურენცია დანერგა. ამ მიდგომამ ომი გადაიყვანა ინოვაციურ ელსებზე, სადაც ასეულობით დოლარის ღირებულების იაფი, მასობრივი დრონი ან რობოტული სისტემა ანაცვლებს მილიონიან ჭურს და მძიმე ტექნიკას, ხოლო სახელმწიფოს უმთავრეს აქტივად აღიქმება არა უსასრულო საზარბაზნე ხორცი, არამედ ადამიანური კაპიტალი და მისი გადარჩენა. ამ კონფლიქტში პრეზიდენტ ზელენსკის მთავარი შეცდომა სწორედ იმის ვერ გაგება აღმოჩნდა, რომ უკრაინულმა საზოგადოებამ და ახალმა ეკონომიკურმა ელიტამ უარი თქვეს ომის ძველ ექსპლუატატორულ პოლიტიკურ ეკონომიაზე. ფედოროვის გარშემო გაერთიანდა არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ კერძო სამხედრო-სამრეწველო სექტორი, მაგალითად მილტეკ და ტექნოლოგიური ბიზნესი, რომლებიც ომის ეფექტურ, გამჭვირვალე და პროგრესულ მოდელს ითხოვენ. სირსკის ჩამოშორება და ფედოროვის დაბრუნების გარშემო აგორებული ტალღა არის მკაფიო განაცხადი იმაზე, რომ თანამედროვე ომში გამარჯვება შეუძლებელია ძველი რენტაზე ორიენტირებული ბიუროკრატიით. მომავალი ეკონომიკურ ეფექტურობასა და ტექნოლოგიურ ასიმეტრიაზე დგას. ვიმედოვნოთ, რომ ეს მძიმე და პოლიტიკური კრიზისი უკრაინისთვის ასიკეთოთ და საზოგადოების გამარჯვებით დასრულდება. ფრონტზე გარდატეხის შესატანად და რუსული იმპერიალიზმის დასამარცხებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინამ არ დაკარგოს ის დინამიკა, რაც თანამედროვე ასიმეტრიულმა და ტექნოლოგიურმა სტრატეგიამ მოუტანა. დღეისთვის სულ ეს იყო, ამ ეპიზოდით ვასრულებთ მიმდინარე სეზონს, სექტემბრიდან განახლებული ფორმატით და მნიშვნელოვანი სიახლეებით დავბრუნდებით. მადლობა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მოყვებოდით, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და დონაციით მხარდაჭერა. დროებით ახალ სეზონამდე.